და დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავს სტატისტიკის სპეციალისტი ნოდარ კაპანაძე. ნოდარ, დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და მოხვედით და რა თემა მინდა შესავალს გავაკეთებ ის რომ საინფორმაციო ასე ვთქვათ მიმოხილვა გამომივიდეს მოკლედ რომ შემდეგ აქედან გამომდინარე დავსვათ კითხვა ერთმანეთზე უჩვეულოდ საინტერესო განცხადებებს აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვთქვათ მან თქვა რომ ჩვენ საერთოდ ამერიკელებმა ირანელებთან ერთად უნდა ავირჩიოთო ირანის უმაღლესი ხელისუფალი ანუ სასულიერო ლიდერზეა ლაპარაკი რომ 5 წელიწადში ერთხელ შემდეგ ეს პრობლემები არ გქონდესო კიდევ კარგი სარწმუნოების შეცვლა არ მოსთხოვა ირანს თუმცა თუ გავითვალისწინებთ ისტორიულად რამდენ ქვეყანას თხოვდა სარწმუნოების შეცვლას ირანი შეიძლება რაღაც ბუმერანგიც კი იყოს მაგრამ 21 საუკუნეში ცოტა უცნაურად ჟღერს ტრამპის ეს განცხადება და ამასთანავე მეორე მხრივ ის მოუწოდებს ქურთებს რომ შეუტიონ დაიწყონ სახმელეთო ოპერაცია ირანში ყოველთვის ამბობს რომ მე ეს არ მეწყინებაო აქედან გამომდინარე ბუნებრივია იბადება კითხვა რომ ამას არა მარტო პოლიტიკური არამედ აქვს ფინანსური მდგენელიც იმიტომ რომ ცნობილია ომები განსაკუთრებით დიდი ომები ეს არის ფულის კეთების საშუალება ამ ეტაპზე ვინ ხეირობს ფინანსურად რა მიზანს ისახავს ეს მახლობელ აღმოსავლეთში ეს არეულობა შემოსავლების გადანაწილების თუ შემოსავლების მითვისების მიზნით და მართლაც არის თუ ჩვენ თბილისელებს ჩავწერეთ მიმდინარე კვირას ინტერვიუ და მართლაც არის თუ არა ეს ომი ერთადერთი საშუალება იმისთვის რომ გადარჩეს დოლარი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ნინო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მსმენელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ ისეთი საინტერესო მიმოხილვა გააკეთეთ. და მიყვე შევეცდები ნელ-ნელა ყველა კითხვაზე გავცე პასუხი. პირველ რიგში ის განცხადება რომ ირანელებთან ერთად უნდა ავირჩიოთ თქვენი მომავალი ლიდერიო ეს იმდენად galaktikas გაცილებული ფანტაზია რომ ამაზე რამე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია ხოლო ღლიცინის დრო ნამდვილად არ არის რა ეხლა შეეხება მეორე საკითხს ქურთები თუ დაიწყებენ რაღაც სეპარატისტულ მოძრაობას ეს უკვე სერიოზული განცხადებაა სერიოზული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს და ამის ესე ამას ხუმრობაში ვერ გაატარებ ვინაიდან ქურთები ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეთნოსი რომელსაც სახელმწიფო არ აქვს და სხვათა შორის მე-20 საუკუნეში 3-ჯერ თუ 4-ჯერ გადააგდეს ჯერ ბრიტანელებმა და მერე მათმა მემკვიდრე ამერიკელებმა. ხოდა შეიძლება მისული მეორე საზარბაზნე ხორცია მახლობელი აღმოსავლეთის ქრონიკულად ეგრე არის და ვინაიდან ეხა ქურთების მიერ რაღაც სეპარატისტული მოძრაობის დაწყება ირანში ნამდვილად დიდი პრობლემების შემქმნელი იქნება ირანისთვის ვინაიდან ეს მოძრაობა ირანის შიგნით შექმნის პრობლემებს მაგრამ იმავდროულად და პარალელურად ეს ავტომატურად ამოაგდებს ირანის მოწინააღმდეგეთა პოტენციურ მოწინააღმდეგეთა რიგებიდან და ირანის პოტენციურ მოკავშირეთა რიგებში გადაიყვანს თურქეთს სადაც ყველაზე ძლიერი არის ქურთების სეპარატისტული მოძრაობა და თურქეთისთვის ეს ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ შეიძლება სასიკვდილო განაჩენია. ამიტომ მე ისე ვფიქრობ რომ ეს რაღაცა გვერდითი ეფექტი გათვლილი არის თურქეთის წინააღმდეგაც. თურქეთის წინააღმდეგაც, მაგრამ თურქეთი ერთ-ერთი უმთავრესი მოკავშირე არის ნატოს წევრი ქვეყანაა უძლიერესი არმიით, უძლიერეს შეიარაღებით და აი ამ ქურთული პრობლემის მოგვარებაში ირანის და თურქეთის მოკავშირეობა რამდენად სასარგებლო იქნება ამერიკა-ისრაელის ტანდემისთვის, სადაც ამერიკა არის თავარი წამყვანი ძალა და ეხლა გუშინდელი განცხადებების შემდგომ შეიძლება ევროპელებიც კი რაღაცნაირად ჩაერთონ ამ ბავში. ამის მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ეს მოხდეს, მაგრამ საერთოდ ეს ირანის კრიზისიც, ისევე როგორც უკრაინის კრიზისიც, ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიკლა ამ კრიზისში იყო ევროკავშირი და იგივე გრძელდება ახლა. ევროპის ქვეყნები, კაროლინგური ბირთვის ქვეყნები პირველ
ამერიკაში. ვინაიდან ევროკავშირი ეს არის კაროლინგური ბირთვის ქვეყნების ეკონომიკური იმპერია, რომელზედაც ძალიან უნდა სამხედრო შემადგენელის დამატებაც, მაგრამ სამხედრო შემადგენელის დამატებაზე უკვე გამოიწვიეს, ასე ვთქვათ, ოკეანის გაღმილი პარტნიორის რისხვა. ეს არანაირად არ შედიოდა ამერიკელების, ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანელების ტანდემის ინტერესებში და აი ამას სწორედ ამ სამხედრო თვალსაზრისით ევროპის კასტრაციას ეძღვნებოდა კიდეც მეორე მსოფლიო ომი და მთელი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი კრიზისი. თუ რამდენად ახლა მე უსმენ ხოლმე რომ დიდი პიეტეტით რომ საუბრობენ ხოლმე მარშალის გეგმაზე. მარშალის გეგმა თუ რა იყო ეს ახლა ჩანს უკვე. ამას განსაკუთრებით ჭკვიანი ხალხი მაშინვე ხედავდა 45 წელში უკვე თუ რას მოიტანდა მარშალის გეგმა და ამიტომაც საბჭოთა კავშირმა მარშალის გეგმაზე მაშინ უარი თქვა. თუ რას ნიშნავდა მარშალის გეგმა, ეს ახლა ჩანს უკვე. ახლა ჩანს ევროპის მართული პოლიტიკური კლასის კვალიფიკაციიდან და მათი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. ანუ ეს ძირითადად ის მთელი ეს ამბები მიმართული იყო ეს კრიზისების ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი არის კაროლინგური ბირთვის ქვეყნები. ეს არის საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და ბენელუქსის ქვეყნები. ეხლა ნუ რაც შეეხება იმას თუ ვინ ხეირობს აქედან ამ კრიზისიდან და საერთოდ რა პერსპექტივის არის ეს კრიზისი და რამდენად შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება ალბათ თავიდან აცილება ყველა კრიზისის ყოველთვის შესაძლებელი არის მაგრამ ნუ არის რაღაც ძალები რომლებსაც არ უნდათ ამ თავიდან აცილების ამ კრიზისის თავიდან აცილება და ვიღაც ინტერესებში ეს შედის. მე ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ კრიზისის ეკონომიკური საფუძველი, მთავარი ეკონომიკური საფუძველი არის ამერიკის შეერთებული შტატების გიგანტური სახელმწიფო ვალი. და ერთ-ერთი მთავარი ამბავი არის სწორედ ის და აი ეს გიგანტური სახელმწიფო ვალი და ამერიკის ეკონომიკური პრობლემები და შიგნითკენ ქვეყნის შიგნით არსებული წინააღმდეგობები, რომელიც როგორც ახლა ბოლო კვირების მოვლენებს თუ გადახედავ, თითქმის გავიდა საინფორმაციო სივრციდან. ანუ ძირითადი თემა უკვე აღარ არის ამერიკის შიგნითკენ არსებული წინააღმდეგობები, გადაიფარა ამით, მაგრამ ეს რამდენ ხანს გაგრძელდება და როგორ დამთავრდება, ერთი ღმერთმა უწყის, ვინაიდან ამერიკის ირანი არ არის რაღაც ესეთი ხელწამოსაკრავი ქვეყანა კი არა, ეს ძალიან სერიოზული ცივილიზაციაა. ეს არის 3000 სლოვანი ქვეყანა, გიგანტური, უზარმაზარი კულტურით და უზარმაზარი სახელმწიფოებრიობის გამოცდილებით. და ამას გარდა ირანი არის ძალიან ცუდი პრეცედენტი აი ამერიკის და კოლექტიური დასავლეთისთვის, ვინაიდან ირანი არის ნიმუში იმის თუ როგორ შეიძლება ქვეყანა ცხოვრობდეს უმკაცრესი სანქციების პირობებში და შეძლოს სრულიად ავტარკიული ეკონომიკის, სოციალური სექტორის, მეცნიერების, სამხედრო ტექნოლოგიების და ცხოვრების წესის, ცხოვრების დონის შენარჩუნების მიმართულებებით როგორ შეიძლება განვითარებასაც კი მიაღწიოს. ამერიკას აქვს ამერიკას ირანს აქვს ძალიან ძლიერი სამეცნიერო ბაზა, ვინაიდან ეს ქვეყანა უმკაცრესი სანქციების პირობებში არის უკვე ამდენი წელი 50 წელზე მეტია. მაგრამ ეს უმკაცრესი სანქციები არის დასავლეთიდან და სხვა პარტნიორები ხო რჩება ირანს? სხვა პარტნიორები რჩება, მაგრამ ტექნოლოგიების წყარო
და თუ დასავლეთია იყო მაშინ იმ პერიოდში, როდესაც ირანს ეს სანქციები დაუწესეს, მაგრამ ირანი არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია შიგნითკენ თავი შიგნითვე მოძებნოს რესურსები. შეიძლება ირანი არ არის რუსეთივით განსაკუთრებით მდიდარი ყველანაირი რესურსით, მაგრამ მას სრულიად საკმარისი რესურსები აქვს იმისთვის, რომ თავის დასვა შეძლოს. და როგორც ჩანს, ამას ახერხებს კიდეც. ახლა ჯერჯერობით ამერიკის და ისრაელის აი ამ ოპერაციის მე რამდენადაც შემიძლია ჩემი გადასახედიდან რაღაც შევაფასო, მე ასე უყურებ, რომ ამ ოპერაციის მიზანი იყო ბლიცკრიგი. ბლიცკრიგი ჯერ დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის, თუმცა ყოველ დღის გასვლასთან ერთად მისი ალბათობა მცირდება. ვინაიდან აჩვენა ვითარებამ, რომ თვითონ ესეთმა კვეთრმა მიღწევამაც კი, როგორც იყო ირანის სულიერი ლიდერის სიკვდილი, ირანის სახელმწიფო სისტემა არ ჩამოაქცია. და ირანმა ამ დარტყმას გაუძლო და პირიქით კონტრდარტყმას მოახერხა. ამდენად აქ ჯერ არაფერი გადაწყვეტილი. უფრო საიმედოდ რატომ არ დამალეს? ისეთ ახლა მე ნამდვილად არ ვიცი, თუმცა რაც გავრცელდა, რომ თვითონ არის სურვა დამალვა და გასვლა და უსაფრთხო ადგილზე გასვლა, რამდენადაც გავრცელდა ინფორმაცია. ახლა ერთი რამეა კიდევ, რომ ინფორმაციის ის ღვარცოფი, რაც მოდის ახლა ამ ომთან დაკავშირებით, იმდენად არასანდოა, რომ ძალიან ძნელია აქედან რაღაც საიმედო დასკვნები გააკეთო, თუმცა არის რაღაც ობიექტური მომენტები, თუ ამ ინფორმაციას ერთმანეთში შეაჯერებ, რაღაც დასკვნას გაკეთება შეიძლება. ეხლა შეეხება თვითონ ამერიკის აი ამ გიგანტურ სახელმწიფო ვალს, რომელიც ხო, ერთი შეხედვით რაშუაში არა ირანი სადღაც შორს არის და უცებ დოლარები. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მე თქვენ ეთერშიც და ბევრგან მეთქვამს, რომ თუ შეხედავთ ამერიკის სახელმწიფო ვალის დაგროვების ტენდენციას, არის ეს ასე დამალული არ არის და რაღაც ინსაიდერული საიდუმლო ინფორმაცია არ არის. 1790 წლიდან არის დინამიკა და ბოლო 83-დან რეიგანომიკის დაწყებიდან იწყება აჩქარება, რომელიც შემდეგ უკვე კატასტროფულ ტემპს აიღე ავითარებს 2007 წლის იპოთეკური კრიზისიდან. და დღეს თითქმის უკვე 29 ტრილიონი არის და წლის ბოლომდე გადააბიჯებს 40 ტრილიონს ეს სახელმწიფო ვალი. და ვისი ვალია ეს? ეს ვალი არის ფედერალური სარეზერვო სისტემის ამერიკის სახელმწიფოს აქვს ფედერალური სარეზერვო სისტემის ვალი, ეს არის ბანკების კორპორაცია. კერძო პირების ვალი აქვს ამერიკის სახელმწიფოს. თუ შეხედავთ ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელშეკრულებას, ერთ-ერთი კითხვა, რაც საღაზრზე მყოფ ადამიანს გაუჩნდება, ეს არის რატომ შეიძლება სახელმწიფომ ხელი მოაწეროს, ქვეყნის მთავრობამ ხელი მოაწეროს ასეთ კაბალურ ხელშეკრულებას, რომელიც თანახმადაც ფედერალური სარეზერვო სისტემა აკეთებს უშვებს ფულის ემისიას და ამ ფულს იღებს კრედიტში სახელმწიფო. შემდგომ სახელმწიფო ამ ფულს რაღაცებს აკეთებს და კრედიტი უნდა დააბრუნოს. რატომღაც ეს ვალდებულება არის აღებული. გაიგვერდებათ პირდაპირ, რატომ შეიძლება ასეთი რაღაც მოხდეს? ეს არის აი შუა საუკუნეებში კოცონზე სწავლდნენ ხოლმე ამაზე ალქიმიკოსებს. ყველაფერს განოქროს მიღებას ვცდილობდნენ იმათ. და 1913 წლის დეკემბერში მოეწერა ამ ხელშეკრულებას ხელი. უბრალოდ 1910 წელს მოეწერა ხელი და 1913 წლის დეკემბერში მოხდა რატიფიკაცია ამის. უდრო ვილსონი იყო მაშინ პრეზიდენტი ამერიკის. და ამით მათ აისრულეს შუა საუკუნეების ალქიმიკოსების ოცნება არაფრისგან ოქროს მიღების. მას მე არის ეს მოკლედ მათ აისრულეს ყველა ბანკერის ოქროს ოცნება, ყველა ლიბერალი ეკონომისტის ოქროს ოცნება. ეს ოქროს ოცნება არის ზარალის ნაციონალიზაცია და მოგების პრივატიზება.
ესეა, საერთო ჯამში აქამდე დადის ყველაფერი, ამ ფორმულაზე დადის ყველაფერი და ესეც არის თუ შეხედოთ მაგალითად აი ამ სახელმწიფო ვალის დინამიკას, ძალიან საინტერესო რამე არის, ხო? 1945 წელს 44 წელს შეიქმნა დაიწყო ინიციირება მოხდა ბრეტონ-ვუდსის სისტემის, როცა დოლარი ერთადერთ საერთაშორისო საგადამხდელო ვალუტად გამოცხადდა და შემდგომ დაიწყო ეს მარშალის გეგმა ცნობილი, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ფედერალური სარეზერვო სისტემა არის ფაქტიურად ამერიკის შეერთებული შტატები. ანუ არა პრეზიდენტი, არა კონგრესი, არა სენატი, არამედ ფედერალური სარეზერვო სისტემა კონკრეტული კერძო პირებით დაკომპლექტებული. კი ბატონო, ისინი ხო პრეზიდენტი არის მენეჯერი. შეუძლებელი. და აქედან დაიწყო მარშალის გეგმის ფარგლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან იაფად იყიდა ევროპა. მთელი ევროპა იყიდა მარშალის გეგმის ფარგლებში. მაგრამ ფედერალური სარეზერვო მოდი ეს განმარტოთ ბატონო და მთელი ევროპა იყიდა რა თვალსაზრისით გასაგებია რომ დაეხმარა და აი დაეხმარა იცით დაეხმარა აშენა კი ბატონო ასე ვიტყვი ნიშნავს რომ მე თქვენ რაღაცით დაგეხმარეთ ხელს წამკრავთ ასე ვთქვათ დაგეხმარეთ მაგრამ თქვენ ჩემი ვალი არ აქვს რა ამის მე მაგრამ როდესაც მე შენ ფული გასესხე პროცენტით ეს დაგეხმარე არ არის ეს არის სარფიანი გარიგება ანუ კაჟა ბულავა დათათუთაშხიადან თავის მოვალეებს რომელსგანაც თამასუქით ქონდა ხელმოწერილით გაცემული ფული და იქიდან გირაო ქონდა დატოვებული ის იმ თავის მოვალეებს არ ეხმარებოდა ის თავის ბიზნესს აკეთებდა მე ვახშის ბიზნესს ეს ბანკირი შეიძლება ახლა რესპექტაბელურად გამოიყურება ძალიან და ჩვეულებრივი კაჟაბულავა არის ოღონდ ეს ორთვალიან ალიაში არ ცხოვრობს და ცოლი ყვაყვა კიდევ იმაში ფოთში იატაკს არ წვენდავს რა გასაგებია ეს შინაარსით ერთი და იგივეა ეს მაგრამ აი დახმარების ფარგლებში მან ასესხა ევროპას ფული ჩაიტანა თავისი ტექნოლოგიები თავისი სამრეწველო სიმძლავრეები მოკლედ დაასაქმა ეს ევროპელები ყველაფერი მაგრამ ეს ამ საწარმოებში და აი ამ ბიზნესში და აი ამ მთელ მის ეკონომიკაში ამერიკის წილი იყო ძალიან დიდი და ნუ შესაბამისად ამერიკული გავლენაც იყო ძალიან დიდი და ამ იაფად იყიდა მეთქი იმიტომ რომ ევროპა იყო მთლიანად განადგურებული მეორე მსოფლიო ომის მერე განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპა ну დასავლეთ ევროპაშიც იყო ნგრევა სერიოზული, მაგრამ ისეთი არა როგორც აღმოსავლეთში. ამის შემდეგ რომ შეხედოთ ამერიკის სახელმწიფო ვალის დაგროვების ტემპს, სახელმწიფო ვალი გაიზარდა მაინც. იმიტომ რომ ეს მთელი ეს ბენეფიტები მიიღო ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და არა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო. აი ეს ძალიან საინტერესო სქემა არის რეკლამის ანუ ეს არის ის ფორმულა რა, მოგების პრივატიზება და ზარალის ნაციონალიზაცია. და რეკლამის გამო ჩვენ მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, დაგველოდოთ მალე დაუბრუნდეთ. თითესთან და ნინო ხაჩიძესთან ერთად. ჩვენ ბრუნდებით ეთერში განაგრძობთ საუბარ ჩვენ სტუმართან ნოდარ კაპანაძესთან ერთად სტატისტიკის სპეციალისტთან. ესე იგი ბატონოდარ გამოდის რომ სოფლიოს მართავს თუ ამას მართვა ქვია რაც ხდება თუ ურევს კონკრეტული ადამიანები მართავენ კონკრეტული ადამიანები რომლებიც არც არავის აურჩევია არც ისინი არ ჩანან და ჩვენ მათზე ვარ დამოკიდებული და მაინც ითვლება რომ დასავლეთი ეს არის დემოკრატიის აკვანი და ზოგადად დემოკრატია და ხალხის აზრი ანუ დემოსის ხელისუფლება დემოსის მიერ მართვა არის მნიშვნელოვანი ასე გამოდის ხო? იმ სქემით ასე გამოდის კი ბატონო მაგრამ აქ არის ერთი კითხვა რატომ რა უშლის ხელს რომ აი ამ ხელშეკრულებიდან გამოვიდეს ხელშეკრულებიდან ვერ გამოხვალეს. რატომ? იცით, ეხლა მე თუ რატიფიცირება თუ გაუკეთა, იმან ხო შეიძლება გააუქმოს თავის რატიფიცირება თუ გააუქმოს, მაშინ ვალი უნდა დააბრუნოს. და საიდან დააბრუნოს ეს ვალი? ეს ის ვალი 40 ტრილიონამდე, რა? 40 ტრილიონი 39 ტრილიონს მიუახლოვდა ხა ამ დილის ინფორმაციით. 39 ტრილიონს მივახოდო 1 ტრილიონი მაპატიეთ მაგრამ წლის ბოლომდე 40-მდე მივა აუცილებლად
და მთლიანი ვალი ამერიკის შეერთებული შტატების ჯამური ვალი მთლიანად არის 7 ტრილიონი. ეს მარტო ფედერალური ვალი არა, კორპორაციების და კერძობერების ჯამური ვალი არის 107 ტრილიონი. ეს ის ვალია, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ გადაიხდის. ამისთვის აქედან გამოსავალი მე ბევრჯერ მithქვამს, კიდე გავიმეორებ, 3 გამოსავალი. ერთი არის რომ დოლარი გაუფასურდეს ისე როგორც ჩვენთან კუპონი იყო, იმაზე უარესად, აი ვაიმარის გერმანია 1923-24 წლები ჰიპერინფლაციით, როდესაც ურიკით მიდიოდა, მიქონდათ ფული, პური ეყიდათ რა. ეს და შემდგომ რამდენიმე ტრილიონიან კუპიურას მიცემს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სარეზერვო სისტემას და ეტყვის თქვენი ვალი და სულ კარგად ბრძანდებოდით. და სარეზერვო სისტემა რას იზამთრებს? არა, ვერაფერს ვერ იზამთრებს. თუ ეს გაუფასურებს. წაიგითხეთ ილია ელფი და ევგენი პეტროვის ერთსართულიანი ამერიკა, როდესაც მათი მასპინძელი ადამსი ეუბნება თავისი საპენსიო დანაზოგების განულების შესახებ უყვება, რომ მან ჩადოს ფული. ყველაზე უფრო თავისი აზრით, ყველაზე უფრო მდგრადი სახელმწიფოების ობლიგაციებში, ეს იყო გერმანიის მეორე რაიხი. კაიზერ ვილჰელმის გერმანია და რუსეთის იმპერია და ამის შემდეგ 23-24 წლებში აი ეს ჰიპერინფლაციის დროს რამდენიმე მილიარდიანი კუპიურა გამოგზავნეს გერმანელებმა და აი თქვენი საპენსიო დანაზოგი, რომელიც არაფერი აღარ ღებდა. მაგრამ ეს რომ გააკეთო, მაშინ ინგრევა უკვე იამაიკის სისტემა, ანუ საერთაშორისო დოლარი, რომელიც არის დღეს ამერიკის დომინირების უმთავრესი იარაღი. ეს არაფრით არ არის ეს დოლარი უზრუნველყოფილი მხოლოდ ამერიკული ავიამზიდები და სამხედრო ძალით, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის მათი დომინირების მთავარი იარაღი და დღეს მსოფლიო ვაჭრობის 44%, 44 შეიძლება უფრო ნაკლები ხომ, მაგრამ 40%-ზე მეტი ნამდვილად ხდება დოლარებში. ანუ ასეთი მოცულობის აი ამ მოცულობის ასეთი წილის ესე განულება უცებ ეს გამოიწვევს ეკონომიკურ კატასტროფას. გარდა ამისა, სად? მთელ მსოფლიოში, ვინმე მთელი მსოფლიო იყენებს. ანუ მთელი მსოფლიო, არც მთელი მსოფლიოსთვის არის ხელსაყრელი დოლარი. რასაკვირველია და ამიტომაც ბევრი უფრთხილდება, მაგრამ იყო რამდენიმე, მოკლედ ეს ერთი გამოსავალი ესაა გაუფასურება. მეორე გამოსავალი არის დიდი ომი, სადაც ყველა ვალი შეიძლება დაიწყოს. ამ დიდი ომის მცდელობას ახლა ვხედავთ ირანში. უკრაინა არ იყო. უკრაინა არ ყოფს, არც ირანი არ ყოფ. არც ირანი არ იყო. ამას უნდა აი რუსეთი და ამერიკა? რაღაცა ეს გიგანტური მსოფლიო მასშტაბის ომი ჭირდება ამას. და ეს ისეთი მოცულობის პრობლემაა და იმედია აქამდე არ მივა საქმე. არა, აქამდე თუ მივიდა, მე ალბერტ აინშტაინის ხუმრობა ავიხდება. მესამე მსოფლიო მეორით იქნებაო და მესამე არ ვიციო, მაგრამ მეოთხე ჯოხებით იქნება. ხო და ჩვენ ამას ვერ ხო ჩვენ ამას ვერ მოვესწრებით ხო. ხო და ამდენად ეს არის მეორე გამოსავალი. და არის მესამე გამოსავალიც, მაგრამ ამისი ალბათობა რამდენად დიდია ამერიკაში მე არ ვიცი. რომ ამერიკის შეერთებული შტატების სათავეში მოვიდეს ნამდვილად ამერიკელი ხალხის გულშემატკივარი მთავრობა თავისი მეთაურით, რომელიც გამოსაჯაროდ დახევს სამხედრო და დაიწყებს გაანულებს ამას და გამოვა მთლიანად აი ყველაფერს დაიწყებს ნოლიდან. საჯარო დახევს სამხედრო შეუძლია დახიოს, აი სამართლებრივად თუ მორალურად აქვს ამის უფლება რომ დახიოს. არა, იცით თუ ამის გამკეთებელი იქნება, იმას მორალური უფლებაც ტრამპის არ იყოს, არა, ყველა თავის მორალით იმოქმედებს. მაგრამ რამდენად ეხა ტრამპის ამის გაკეთება შეუძლია, არ ვიცი. ან უნდა კი? არა, ხო, არ უნდა კი, იმიტომ რომ დააკვირდით ყველაზე მთავარი დაპირისპირება, რასაც მე ამ ბოლო 1 წელს განმავლობაში ვაკვირდებოდი, ეს იყო დონალდ ტრამპსა და ჯერომ პაუელს შორის. ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი, რომელსაც მაისში გადის ვადა და მის ადგილზე ახლა განიხილება კევინ ორშის კანდიდატურა, რომელიც ზუსტად იმავე ტეიპიდან მოდის, ზუსტად იმავე მჭიდიდანაა, საიდანაც ჯერომ პაუელი და ფედერალური სარეზერვო სისტემის ყველა ხელმძღვანელი თითქმის. ნუ ახლა იყო ეს არის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები თავის საქმის, ფინანსისტები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან თავის საქმე.
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საქმე ყველასთვის სასარგებლოა. ზოგისთვის სასარგებლოა, ზოგისთვის არაა სასარგებლო. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოსთვის ეს სასარგებლოა. გაჩნია რას დაუძახებთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს. თუ ამას ჩვენ მოსახლეობის სოციალური დაცულობა, დონე ცხოვრების, სამწინო ზრუნველყოფა. მოსახლეობას რაც შეეხება და სოციალურ ნაწილს, აი ამისთვის ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ არის სასარგებლო, ვინაიდან მთელი ეს სოციალური სამოთხე, რომელიც ჩვენთან ესე დიდი მოწონებით სარგებლობდა და როდესაც ჩვენ ამერიკას და ევროპას ვიცნობთ კინოებით და კინოებით ვაზროვნებდით, სადაც ეს კლასიკოსებითაც ვიცნობთ, მაგრამ მე ვამბობ კლასიკოსები ბევრი არ იცნობს. აი მაგალითად ძალიან ცოტას აქვს საკითხული ნათანიელ უესტის მთელი მილიონი ანუ ლემუელ პიტკინის ასოასოდ აქნა, რომელიც არის აი რენტგენზე აყენებს ამერიკულ სისტემას, თლიან ამერიკულ ოცნებას. ძალიან ცოტას აქვს საკითხული რობერტ პენ-უორენის მთელი სამეფო მხედრიანი თუ და მთელი სამეფო დასი. ძალიან ცოტას აქვს საკითხული ო ჰენრის მოთხრობები. ძალიან ცოტას აქვს საკითხული ჯონ სტეინბეკის ბრძნარების მტევნები. ძალიან ცოტას აქვს საკითხული თეოდორ დრაიზერის ფინანსისტი. ეს ყველაფერი არის ეს ყველაფერი იმ სისტემას ძალიან კარგად აღწერს და ამდენად მაგას წავიკითხე ისე გამიკვირდა პატარა სკოლაში წავდოდი დრაიზერი რო წავიკითხე პირველად ამერიკან დრაიზერი წავიკითხე არა ოჰენრი წავიკითხე ჯერ და ცოტა არ იყოს ხო ოჰენრი დიდებული ნამია ნუ ამერიკის სისტემის შინაარსს აღწერს რა ამდენად როცა ჩვენ ამას ესე კინოებით ვაზროვნებთ და კინოებით უყურებთ იქ ყველაფერი ვითომ კარგად ჩანს კინოს მაგია ქვია მაგას მაგრამ თუ კი სიღრმეში ჩახედოთ მაინც და მაინც ხო კინოსაც თუ ჩახედავ კარგი კინო თუ არის იქაც ჩანს ხო ნუ ახლა თუ მაგალითად უყურებ რემბოს და შოუას რა ქვია ტერმინატორს იქ ამას ვერ და იქაც ჩანს რაღაცები ოღონდ მაშინ ამ სოციალური ქსოვილის ანალიზისთვის შესაბამისი ინსტრუმენტი გჭირდება შესაბამისი ცოდნა გჭირდება და მექანიზმი რომ ეს დაინახო ყველაფერი. რა და როგორ არის და ეხლა ეს სოციალური სამოთხე რასაც ჩვენ ველოდებით და Make America Great Again რომელიც ახის ბატონი ტრამპი ეს არის 40-იანების 50-იანების ამერიკა და 40-იანების 50-იანების ამერიკის დაბრუნება ასე ადვილი საქმე არ არის. ამისთვის ნუ ეს სამრეწველო სიმძლავრეების დაბრუნებას იქ შესაბამისი განათლების სისტემა ჭირდება რომელიც მათ ჩვენზე ადრე დაანგრიეს თავის სისტემა და ნუ ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რასაც ჩვენთან ეს ბოლონის პროცესი უზრუნველყოფს ეკონომიკის უწყვეტ მომარაგებას მომხმარებლით, პროფესიონალი მომხმარებლებით და ეს სისტემა სულაც არ არის მომართული იმაზე, რომ შემოქმედი გაზარდოს, ჩვენთანაც იგივეა მომხმარებლებით ამარაგებს ეკონომიკას და ამდენად ეს ესეთი გამოსავალი და სამი გამოსავალია, ან ერთი ან მეორე, ან მესამე და სამი ძალიან რთული გამოსავალი ძალიან ძიმე გამოსავალია და მთელმა ამ უთანაბრობისგან გამოწვეულმა დაპირისპირებებმა ამ ბოლო პერიოდში უკვე იჩინა თავი ამერიკაში მართალია ამ ბოლო პერიოდში აღარ ჩანს ეს საინფორმაციო ზედაპირზე მაგრამ ეს დაპირისპირებები არსად არ წასულა ილინოისის გამოსვლები ცნობილი სამბები არსად არ წასულა ეს ყველაფერი თავის დღეს ელოდება ეს რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი ღმერთმა უწყის მაგრამ ვინ სარგებლობს ამ მომენტ კი ბონო კეპოდესტა ანუ უკრაინაც ვახსენოთ უკრაინის ომის სარგებლობა და ირანის ამით სახელმწიფოები არც ერთი არ სარგებლობს სახელმწიფო არც ერთი არ სარგებლობს ამით კორპორაციები სარგებლობენ ამით ისინი არიან თავარი ბენეფიციარები ისინი ყო თავარი ბენეფიციარები პირველი მსოფლიო ომისას მეორე მსოფლიო ომისას ოღონდ მეორე მსოფლიო ომში ძალიან ცუდი მეწილე გამოუჩნდა საბჭოთა კავშირის სახით ახლა ესეთ მეწილე არ აყავთ ამოვებიდან ნუ ახლა მაგრამ თვითონ სახელმწიფოებისთვის ეს უმძიმესი გამოსვლა არ და რამდენად კარგად დამთავრდება არ ვიცი ამის თქმა გულისხმობთ რამდენად კარგად დამთავრდებაში იმ იგივე ამ სახელმწიფოებისთვის რამდენად კარგად დამთავრდება და რა შეიძლება მოხდეს შიდა სოციალური მღელვარებები შეიძლება არ არის გამორიცხული ასევე ახლა ის რაც ხდება ირანსა და ისრაელის შორის ეს უამრავი მსხვერპლი და უამრავი
ზიანი რაც ადგება და თან ეს ჩვენგანაც თუ ისე შორს არის აგერ რამდენიმე ასეული კილომეტრითაა დაშორებული. ნუ ახლა მართალია ჩვენთან ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა და იმედია ღვთისმშობლობით ყველაფერი ესე იქნება და ეს ცუნამი ჩვენ გვერდს აგვივლის, მაგრამ ეს არ არის ნამდვილად ადვილი საქმე. რა თქმა უნდა თან აზერბაიჯანის და სომხეთის როგორ მოიქცევიან ეს არ ვიცი. ხო, მაგრამ ჩვენთან ჯერჯერობით როგორც იქცევა ჩვენი მთავრობა რაკურსითაც მიდის, ძალიან ნორმალურად მიდის და ასეთ დროს არანაირი საჭიროება და არანაირად არ არის სასურველი რომ გამოჩნდე რადარებზე როგორც ალგეული ამხანაგები ამბობენ. ასეთ დროს რაც უფრო ღრმად იქნები რადარებიდან დამალული მით უკეთესია. რა ჯობია არ გამოჩნდე ასეთ დროს. ტერიტორიულად შესაძლებელია ეს რომ დავიმალოთ დიდხანს? ტერიტორია გვაძლევს ამის ადგილმდებარეობა უფრო ზუსტად ჩვენი ამის საშუალებას. აქ საუბარი არის შუაზე რა, არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც იცით იმ ანეკდოტებით არ უნდა დაგემართოთ რა, ეს ჭიაყელების ანეკდოტი რომ არის. დედა ჭიაყელას, შვილი ჭიაყელა ეკითხება მამასა და ბიძიებთან ერთად სათევზაოდ წავიდა. ჭიაყელა ბიძიებთან ერთად სათევზაოდ რა იპოსტაში მიდის. არ არის აუცილებელი. საერთოდ უნდა ვიცოდეთ ერთი რამე რომ, როდესაც ვიღაცამ ჩვენზე კარგი თქვა, ან ცუდი თქვა და აქ რაღაც ცუნამები მოდევს ამას რომ არ იქა ესე ჩვენზე კარგი თქვეს, ან ცუდი თქვეს, ან რაღაც. ბატონებო, ტყვიას ძალიან უფრთხილდებიან გასროლამდე. შრალად ინახავენ იქ დენთი არ გადმოებნეს პისტოლი არ დასო დანესტიან სიმნიავს არ აკარებენ. სიმნიავს არ აკარებენ გასროლამდე. გასროლის მერე ყველა სალფეხზე გედია. ტყვია. ისევე როგორც როდესაც ხანძარზე ლაპარაკობენ, აღარავის აღარ ახსოვს ასანთის ღერი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო და რომელიც პირველი დაიწყო ცეცხლში. ნუ ვიქნებით ნურს ასანთის ღერი, ნურს ტყვია ვიღაცისგან გასასროლი და ვიყო ჩვენ ადგილზე. ჯობია ყველაფერს ეს ჩემი აზრით. და ირანმა თქვა რომ აი ეს გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლებმა, ხელმძღვანელებმა რომ მთლიანად ააკონტროლებენ აი ამ ჰორმუზის სრუტეს. შესაბამისად ნავთობის ფასის გაზრდით. ვინ დაზარალდება და ვინ იხერებს? ესეც საინტერესოა, ხო? მარტო ტრეიდერები. ეს ერთ-ერთი უმთავრესი ამბავია, ეკონომიკური ამბავი. ფაქტია რომ ამ დილის მდგომარეობით ბრენტის ბარელი ნავთობის ბრენტის ფასი იყო $84, რაც არის აი ამ ოპერაციის დაწყების წინ იყო მგონი $60 და არსებითადაა გაზრდილი, მაგრამ ეს ჯერ კიდე არ გავს რომ საბოლოოა და კიდე არ გაიზრდება. ასევე გაზრდილი არის ბუნებრივი გაზის ფასი, ვინაიდან რუსეთის გარდა დაჭერხნილი გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომებელი იყო ყატარი და ესეც გაზის ფასის არსებითად არის მომატებული. ეს ყველაფერი პირველ რიგში დაარტყავს იმ ქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებული არიან აღმოსავლეთიდან, აქედან იმპორტირებულ ნავთობს. ეს არის ირანი, ეს არის ჩინეთი, ინდოეთი და ევროპის ქვეყნები. მით უმეტეს აქ ასე ვთქვათ, ცეცხლზე ნავთი დაასხა პუტინმა, რომელმაც თქვა რომ ისინი გადახედავენ ევროპაში გაზის ექსპორტირების საკითხებს. ანუ გავზდით. არ გავზდით. გავაჩერებთ. ხო, გავზდითო ფასის თვალსაზრისით თქვი რომ ზარალს ნახავს. ხო, ანუ ევროპა რჩება პრაქტიკულად ენერგიის გარეშე. ამერიკა ხო გაყიდის ძვირად თავისას. ამერიკა გაყიდის ძვირად, მაგრამ რამდენად ეყოფა ამერიკის სიმძლავრეები ამას, ამ მოთხოვნას. და ჰორმუზის სრუტეში სხვათა შორის ირანის წარმომადგენელი ლარიჯანის განცხადება იყო მგონი, რომელიც ამბობდა რომ მეგობარი ქვეყნების ტანკერებს პრობლემები არ შეექმნათ. ვინ არიან მეგობრები? ეს არის ჩინეთი, რუსეთი. იქ დადიან ჰორმუზის სრუტით. ჩინეთი კი, რუსეთი. ხო, რუსეთის ტანკერებიც არიან იქ. ჩინეთისთვის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი იყო ირანი და ეს კრიზისი ანუ ჩვენს ტანკერებს გავატარებთ, ხო? ხო, ჩვენ და მათ ტანკერებს გავატარებთ, დანარჩენს არავდა. ანუ ჩვენი ნავთობი დატვირთულს ეს ვიგულისხმობ. არა, ყველა ნავთობი დატვირთულს. ხო, მაგრამ ჩინეთისთვის ხო მათი ნავთობი სხვა ხო, რასაკვირველია. ან მაგალითად ჩინეთი თუ იყიდის რუსეთისგან. არა, ჰორმუზის სრუტეში ან
ემირატებისგან უნდა იყიდოს, ან საუდის არაბეთიდან, ან გაატარებენ, იმათაც ალბათ გაატარებენ, მაგრამ აქ თავარი ამბავი ის არის, რომ ორმუზის სრუტეში გადიოდა მთელი მსოფლიოს ნავთობის 30%-ამდე თითქმის, რაც არის ძალიან დიდი წილი. ახლა ჩვენთვის რამდენად სერიოზულია ეს ამბავი, ჩვენთვის ჩვენ ეს ნაკლებად გვეხება, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ ცდომა გვაქვს, ახლა ეს პირველ რიგში შეეხება იმათ, ვისაც ვინც არის დამოკიდებული ამ ნავთობის ლოგისტიკაზე. და ჩვენს დამოკიდებული ვართ ნავთობპროდუქტებით, ჩვენ არ გვაქვს ამის წარმოება, მაგრამ ჩვენ პირდაპირ გვაქვს ამ ნავთობის უშუალო წარმოებელ ქვეყნებთან, ეს რუსეთი და აზერბაიჯანი, ასევე გაზის შემთხვევაშიც. რუსეთი, აზერბაიჯანი პირდაპირ მწარმოებელი ამ გაზის. წესით ჩვენთან არ უნდა შეიქმნას ამაზე. მაგრამ როდესაც ფასი მოიმატებს ნავთობის, ეს თავისთავად აისახება საწვავის ფასზე. არასაკურველია აისახება, მაგრამ დარტყმა წესით ისეთი ძიმე არ უნდა იყოს ჩვენთვის, როგორც იქნება მაგალითად ევროპას. როგორც იქნება იაპონიაზე. იაპონიისთვის ეს სრული კატასტროფაა. იაპონია საიდან მარაგდებოდა? თითქმის ლიანად აი ამ ყურის ნავთობით მარაგდებოდა და გარდა ამისა იყო რუსეთიდან აი ამ დაჭერხდელი გაზის და ნავთობის რუსეთიდანაც გადიოდა, მაგრამ რუსეთმა ძალიან ხისტი პოზიცია დაიკავა ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ იყო განცხადება, იაპონიაში რაღაც კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანეს თუ რაღაც ეგეთი. მოკლედ იაპონიის და რუსეთის სხვათა შორის დღემდე არ აქვს საერთო ხელშეკრულება გაფორმებული, რომ ვიცოდეთ ის. და რუსეთი ცნობილი დავის გამო რუსეთიც არ არის გამორიცხული, გადახედოს თავის პოზიციას იაპონიაში ექსპორტის. რამდენად მიაწოდეს, არა? ხო, ან ფასი, ან მოცულობა, იმიტომ რომ ეხლა უკვე სოფლიოს ეკონომიკა ისეთ სტადიაშია შესული, როდესაც თავარი არის არა ეს ფინანსები, არამედ რეალური პროდუქცია, ანუ რეალური ეკონომიკის წილი იზრდება, ანუ რეალური ეკონომიკის მნიშვნელობა იზრდება უკვე რა. ის რომ შენ რაღაც რომელიღაც სერვერზე ბევრნოლებიანი რიცხვები გიწერია, ხო, კარგია, მაგრამ თქონდეს ბიტკოინებიც კარგად შეინახე, ქარიან ამინში არ დაითვალო, რომ არ აგიფრიალოს, არ რაღაც ეგეთები, მაგრამ საუბარი ეხება რეალურ ნავთობს, რეალურ გაზს, რეალურ მეტალს, რეალურ ყველაფერს, ხო. და ამიტომაც არის სხვათა შორის და ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინდიკატორი არის, რომ ოქროს ფასი არის ამ რამდენიმე დღის წინ იყო ისტორიულ მაქსიმუმზე, უნცია ოქრო $5,400. და ოქროს შესყიდვით ძალიან ბევრი სახელმწიფო ბანკები, განსაკუთრებით ჩინეთის, ინდოეთის და რუსეთის ბანკები ყიდულობენ სახელმწიფო ბანკები აი ამ ოქროს. იქნება ოქროს მარაგები, ანუ ოქრო იძენს მონეტარულ დატვირთვას. კი ბატონო, ეს საერთოდ ერთ-ერთი იარაღი იქნება დოლარის წინააღმდეგ. ძალიან დიდი თუ დადგამს, რომ ძალიან დიდი მადლობა. რაღაც ვერ მოვასწრებდი, მე თქვა, ერთ-ერთი უსერიოზულესი ამბავი, რაც მოხდა ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც ჩინეთმა განაცხადა განზრახვა, რომ იუანი გახდეს სარეზერვო ვალუტა. ეს ძალიან სერიოზულია. კეთილი, ძალიან მადლობა, ძალიან დიდი ბოდიში, რომ ესე გამოგვეწურა დრო, როგორც ყოველთვის არ არის საკვარისი. არ არის საკვარისი, ძალიან წუხვარ. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს. ჩვენ მე გემშვიდობებით თქვენ და შეხვდებით ერთმანეთს იმედია მომავალ კვირას. ნახვამდის.